ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ისინი განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება ურთიერთობების წინსვლისადმი სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად გადადგას. ამის შესახებ დეპარტამენტის წერილში ანათქვამი, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას გაუგზავნა. ფორმულამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადების შესახებ კითხა, რომ თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მედია დაინტერესდა მიიჩნევს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებას მიმდინარე დიპლომატიური დინამიკის სწორ ასახვად და იგეგმება თუ არა პოლიტიკური ცვლილებების საქართველოს მთავრობასთან მიმართებით. ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს თავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებას. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.